ოკეი, დავიწყოთ ხო? ოკეი. ჩემი ეკრანი ხო ჩანს? იმარებში. კი და ჩაწერაც რომ დაიწყოთ თუ შეგიძლიათ. კი, წესით ვიწყებ. ხო. კაი. მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი ლექცია. დღევანდელი ლექციის თემა იქნება transfer learning და transfer learning-ს გავაკეთებთ ResNet მოლექსელის საშუალებით. დღევანდელი ლექციის მიზანი უფრო მეტად პრაქტიკული დატვირთვისა არის ვიდრე თეორიული და შევეცდები რომ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგცეთ, რაც მე უკვე გაგიმარტივებთ developments მოდელებისას ინჟინერიის ნაწილს და უკეთეს შედეგის მიღწევას სხვადასხვა ამოცანების ამოხსნის დროს, ხო? დავიწყებთ transfer learning-ით და შემდეგ უკვე ამ transfer learning-ს გავაკეთებთ ResNet-ის საშუალებით და მაგას გარდა ბოლოში უკვე პრაქტიკული რჩევებს მოგცემთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი. ხო, ესენი თავიდან ჩვეულებრივი იმპორტები არის, რაც შემდეგ უკვე დაგვეხმარება კოდის წერისთვის და აქ დამხმარე ფუნქციები გვაქვს. მნიშვნელოვანი არის ის, ერთ-ერთი რჩევა თავიდანვე მოგცემთ ერთ-ერთ რჩევას, რომ როდესაც ამა თუ იმ ამოცანას ხსნით და გინდათ თქვენი შედეგები გააუმჯობესოთ, ყველა random CD ფიქსირებული გქონდეთ development-ის დროს, უშუალოდ ახალ-ახალი iterაციების დროს, რომ შედეგები, რასაც მიიღებთ, ერთ და იგივე random განაწილებაზე იყოს გაკეთებული და არ შეგეცვალოთ ამის და მიხედვით. ან ლოგიკური output-ი რომ გქონდეთ თქვენ თავთან, რა რატომ მოხდა, გირჩევთ რომ ეს ყოველთვის ფიქსირებული გქონდეთ ხოლმე ინჟინერიის გაკეთების დროს. და შემდეგ უკვე შეგიძლიათ რა თქმა უნდა შეცვალოთ ხოლმე. ხო. კარგი. ეხლა ვილაპარაკოთ transfer learning-ზე. პირველ რიგში მაინტერესებს ვინმე თქვენგანმა ხო არ ვიცით transfer learning-ი რა არის და რაში გამოიყენება. ოკეი. ვიცით, არა უშავს, ოკეი არის. მე შევეცდები ახსნა. ხო, როგორც იყო გვეუბნება transfer learning-ი არის სწავლება, სადაც რაღაცას ვიღებთ, იქამდე უკვე სანამ ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ამას და ტრანსფერულად, ასე რომ ვთქვათ, ვსწავლობთ ახალ ფიჩერებს, რა. ზოგადად არსებობს ბევრი ნეირონული ქსელი, რომელიც უკვე არის გააწუთვნილი ამა თუ იმ სეტზე და კაი შედეგები აქვს, ხო? მაგალითად ცნობილი data set-ები არსებობს, როგორიც არის ImageNet-ი, სადაც არის უამრავი რაოდენობის სურათი, უამრავი რაოდენობის კლასით და ამ სურათებზე უკვე გააწუთვნილი ნეირონული ქსელები არსებობს, ხო? რომელიც არის ასე ვთქვათ industry სტანდარტი და ესეთ ნეირონული ქსელი ჩვენ უკვე შეგვიძლია ავიღოთ და გამოვიყენოთ ჩვენი სურვილის მიხედვით, ხო? და რას გულისხმობ ახლა ამაში? ძირითადად ჩვენ თუ უკვე გვაქვს ესეთი ნეირონული ქსელი, რომელსაც ნასწავლი აქვს ამა თუ იმ ამოცანის ნიშან-თვისებები, რაც მე როგორც სხვა ამოცანის ამოხსნაში დაგვეხმარება, მაგალითისთვის რო ვილაპარაკოთ, თუ ჩვენ ვხსნით რაღაც სურათების კლასიფიკაციის ამოცანას და უკვე ავიღებთ ისეთ ნეირონულ ქსელს, რომელსაც უკვე ნასწავლი აქვს, თქო, ფერები, ტექსტურები, კუთხეები როგორ გამოიყურება, ხო? აი ამ ცოდნას თუ ავიღებთ და გამოვიყენებთ უკვე ახალი ფიჩერების დასწავლად, ეს ჩვენ გაგვიმარტივებს ამოცანის ამოხსნის გზას, ხო? ეხლა რას გულისხმობ ამაში? ვთქვათ, არსებობს რაღაც data set-ი, ამ შემთხვევაში როგორც გითხარით, ეგეთი რა ვილაპარაკოთ, იყოს ImageNet-ი.
ხო, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი რაოდენობის სურათები რა. ეს თუ ყველა თითოეული სურათი არის, ესე რა თქმა ხო? და აი ამ ეს სურათების რაობა მე შევეცადე რომ მესწავლებინა რომელიმე ნეირონული ქსელი. უკვე ხო? ეს მაგრამ ნეირონული ქსელი. ხო? და ეს სურათები მე ამ ნეირონულ ქსელს დავასწავლე რა, აქ რაღაც ნეირონები მაქვს, ამათ შორის რაღაც კავშირებია და შემდეგ. და მე ვასწავლე ამ ნეირონულ ქსელს, რომ ისწავლოს განსხვავება ამ სურათების კლასებს შორის რა, ეს კოლონები თუ იყოს კლასები, მოდი. კლასი 1, 0, კლასი 1, ამ შემდეგ კლასი 1000 რა. ვთქვათ, რომ 1000-იანი იმიჯნეტი გვაქვს აღებული, ხო? და სიტყვაზე ვთქვათ, რომ ამ ჩემ ნეირონულ ქსელს მე ეს 1000 კლასი ვასწავლე ასე თუ ისე რა და accuracy გვაქვს რაღაცა x, ხო? და ანუ შეუულია ახლა ამ ნეირონულ ქსელს, რომ როდესაც სურათს მიიღებს, ამ სურათს რომ მიიღებს, ხო, რაღაცა ალბათობით მითხრას, რომ ეს სურათი არის კლასი 1. ხო? ეს თავისთავად კაია, უკვე ესეთი ამოცანა თუ ამოხსენით და ესეთი ამოცანა უკვე ბევრმა სხვადასხვა ადამიანმა თუ ადამიანთა ჯგუფმა ამოხსნა და თავიანთი ნეირონული ქსელები შექმნეს. ხო, ანუ ეს მეცნიერება დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და აქამდე მოვედით, ხო, ასე რომ ვთქვათ. და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ნეირონული ქსელები შექმნეს, ეს ნეირონული ქსელები გააზიარეს კიდეც, ხო? და ვთქვათ, რომ რომელიმე კონკრეტულმა ადამიანმა შექმნა ეს ნეირონული ქსელი და გაუზიარა სამეცნიერო საზოგადოებას, რა. და დავარქვათ ამ ნეირონულ ქსელს სიტყვაზე alpha NN, ხო? თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ამ alpha NN-მა ეს იმიჯნეტი კარგად იცის, ხო? ჩვენ შეგვიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ ავიღოთ ეს alpha NN-ი, ხო? ეს alpha NN-ი ავიღოთ. ცოტა მოდი დავაკოპირებ. ვაი. აი არის. ავიღოთ მოდი ეს alpha NN-ი, ასე ვთქვათ. ხო? და გამოვიყენოთ აი ამ alpha NN-ში უკვე არსებული ცოდნა, ხო? ამ alpha NN-მა უკვე იცის ფერებზე ინფორმაცია, ხო? ანუ თავის ნეირონულ კავშირებში უკვე აქ რაღაცა ინფორმაცია ჩატვირთული, აქ ხო არის რაღაც ვეითები თავისი. და ეს ვეითები უკვე ისე არის განაწილებული, რომ პირველმა ლეიერებმა იციან სიტყვაზე როგორ გაარჩიონ ერთი ფერი მეორესგან, მე შემდეგმა ლეიერებმა იციან როგორ გაარჩიონ კუთხეები ერთმანეთისგან, ანუ გვალი და ოთხკუთხე როგორ გაარჩიონ ერთმანეთთან, შემდეგმა ლეიერებმა იციან სიტყვაზე სხვა უკვე internal feature-ები, ხო? და ამ შემდეგ რა. ანუ სიტყვაზე რომ და ბოლო ლეიერმა იცის არის fully connected layer-ი და იცის როგორ დამეპოს ბოლოს წინა ლეიერი კლასთან, ხო? ეხლა მე შემიძლია რა გავაკეთო, ხო? მე შემიძლია ეგეთი რამე ვქნა, რომ მე თუ მაქვს ამოცანა, სიტყვაზე კლასიფიკაციის ამოცანა, ხო, სადაც მაქვს სიტყვაზე 0, 1, 2, 3 კლასი, ხო, 4 ცალი კლასი მაქვს სულ. მე შემიძლია ეგეთი რამე ვქნა, რომ აი აქამდე ცოდნა გამოვიყენო, ხო? ეს ბოლო ლეიერი, რომელიც ამ alpha ნეირონული ქსელის კლასის prediction-ზე იყო პასუხისმგებელი, საერთოდ გადავაგდო, მოვაცილო და აი ეს ცოდნა აი აქამდე, მოდიში აი აქამდე ავიღო და რაღაცა ჩემი მოდიფიკაციები გავუკეთო იმისთვის, რომ ჩემი
კლასები დავაგენერირებ, როგორც მინდა. და ეს როგორ შეიძლება გავაკეთო? პირველი ყველაზე მარტივი ალბათ ამაში იქნება ის, რომ ეს ალფა ნეირონული ქსელის ბოლო ლეიერი, რომელიც კლასის prediction-ზე პასუხისმგებელი გადავაგდო და ფიჩერები, რაც ეს მაძლევს, ავიღო პირდაპირ და რამდენიმე dense ან არა dense ლეიერი დავამატო, ხო? და ამას უთხრა, რომ შენ აი ეს აი აქ გაუშვა მე ჩემი გრადიენტული სწავლება, ხო? ანუ ამისი weight-ების ცვლილება გავაკეთო მე, ხო? ანუ ჩემი ოპტიმიზაციის დროს. და მე უკვე აქედან გავაკეთო prediction-ი ჩემი კლასის. აი. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრით კითხვები შეიძლება გქონდეთ. და დამისვით, რომ მნიშვნელოვანი არის მე მთელი ლექცია ამაზე უნდა იყოს. ხო. ანუ მე იმას რა ვხვდები, ანუ ამას რა აზრი აქვს, ანუ რა ლოგიკა დგას ამის გაკეთებაზე? ანუ კაი კითხვა. ნახე ამის ლოგიკა რა არის? უკვე არსებობს ისეთ ნეირონული ქსელები, ღრმა ნეირონული ქსელები, ზოგი არ არის ღრმა ნეირონული ქსელი, რომელსაც აქვს ხოლმე ძალიან დიდი რაოდენობის სურათები ნანახი. ანუ ამ შემთხვევაში სიტყვაზე შეიძლება ნანახი გქონდეს რაღაც 100,000-ობით სურათი რა. ანუ უფრო მეტი. ანუ ImageNet-ის ის რო ნახოთ, მაგალითად dataset-ი ნახოთ, რომ ძალიან ბევრი სურათია. ერთი ImageNet-ის კლასი არის 21,000 კლასი, ერთი ImageNet-ის dataset-ი არის, სადაც 21,000 კლასია, სხვა ImageNet-ის dataset-ია, სადაც უფრო ნაკლები კლასია, მაგრამ ამ შემდგომ დაახლოებით რომ მივხვდეთ სურათების რაოდენობა, მაგალითისთვის რო ავიღოთ აქ ამ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი ამ dataset-ში. და ამ სურათები ასე რომ ვთქვათ, უკვე ნაჭამი აქვს ამა თუ იმ ნეირონულ ქსელს და ნასწავლი აქვს განსხვავებას ნასწავლი აქვს ასე რომ ვთქვათ სამყარო, რომლიდანაც შეიძლება ჩემი ახალი dataset-ი იყოს. აი ხო, მე ალბათ მნიშვნელოვანი ის გამომჩა, რომ dataset-ი, ჩემი dataset-ი, ხო, ეს არის ჩემი dataset-ი, ხო? სავარაუდოდ, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე პატარა, ხო? მაგალითად, თუ 3 კლასი მაქვს, მოდი იყოს 2 კლასი, cats and dogs. ეს ჩემი dataset-ი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ძალიან პატარა რა. ამ შემთხვევაში 2 ცალი column-ი ქონდეს რა. ეს იყოს column cats, ეს იყოს dogs. არის ხოლმე პატარა და ხშირ შემთხვევაში ან ძალიან ღრმა ნეირონულ ქსელს უბრალოდ ვერ გავწვდი. იმიტომ რომ overfitting-ი მომივა ხოლმე და ამისთვის მე შემიძლია ავიღო უკვე გაწვრთნილი ნეირონული ქსელი, რომელსაც ინფორმაცია აქვს ფორმებზე, ხო? კი. ფერებზე ასე შემდეგ და უბრალოდ განსხვავება ვასწავლო შემდეგ უკვე კატის და ძაღლის ფორმებს. ანუ ფორმები იცის, ასე რომ ვთქვათ, ინტუიტიურად რომ ვიხდეთ, ფორმები უკვე იცის ამ ჩემმა გაწვრთნილმა ნეირონულმა ქსელმა, რომელიც ჩემს მიერ არ გაწვრთნის საერთოდ და სხვა ადამიანებმა გაწვრთნეს ჩემთვის და კაი შედეგები აქვს, ხო? ამას ავიღებ მე, უბრალოდ მოვაცილებ ბოლო ლეიერებს, რომლებიც მე არ მჭირდება და იმიტომ რომ ამან უკვე იცის ფორმებზე, ტექსტურებზე და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ინფორმაცია აქვს სამყაროს შესახებ, ავდგები და მაგ ინფორმაციას გამოვიყენებ რა, რომელიც უკვე ნასწავლი აქვს ამ ჩემამდე გაწვრთნილ ნეირონულ ქსელს. და უბრალოდ მე რამდენიმე ლეიერს გავხსნი, რომელიც აქ აქვს. კი, მივხვდი. ხო, ძალიან კარგი. ხო, ნიკოლოზ გისმენ? ერთ კითხვა მაქვს, ანუ როდესაც ამ წინა ამ alpha NN-ს ვიყენებთ, ბოლო output layers ვაცილებთ თუ ბოლო hidden layers ვიყენებთ, ანუ და მაგას ვუმატებთ ამ ქსელებს? ხო, კაი კითხვა.
ანუ ბევრი სტრატეგია არსებობს და ეხლა მოდი მაგაზე ვილაპარაკოთ. ერთ-ერთი ვარიანტი არის რომ ბოლო fully connected layer-ი რაც არის, რომელიც არის პასუხისმგებელი რომ output-ი მომცეს. ეგ ვაფშე მოვაცილო, გადავაგდო და ბოლო hidden layer-ი ავიღო, რომელიც ვახ ძალიან ცუდად ხატავ ეხლა მოდი. ბოლო hidden layer-ი ავიღო. აი ეს, აი აქ რაც არის. და ეს რა ფიჩერებსაც მომცემს. ისინი გამოვიყენო input-ად ჩემი ახალი ნეირონული ქსელის, რომელიც მხოლოდ დამატება არის ამაზე რა, გასწვრივ ნეირონულ ქსელზე აქამდე. ხო? ერთი ვარიანტი ეს. მეორე ვარიანტი არის შემდეგი, რომ მე თან დავამატებ ჩემ ბოლო hidden layers რამდენიმე shreds კიდევ ზემოდან. მაგრამ ესეთ რამეს ვიზავრო. ხნის დროს მე გავყინავ პირველ layer-ებს და შევეცდები რომ მოდიფიკაცია გავუკეთო ბოლო layer-ებს რა, აი ამათ. ასე. ანუ გარდა იმის რომ გავწვდა ჩემი ქსელი, რომელიც დამატება არის ასე რომ ვთქვათ, უკვე გაწვდილი alpha NN-ზე, მე შემიძლია ამ alpha NN-ის ბოლო layer-ების კი გავწვნა, ხო? ეგეც ჩემი ზე არის დამოკიდებული, ანუ შემიძლია ეგეთი რამე ვქნა, რომ დავაფიქსირებ ამებს, ამაზე ცოდნას, იმიტომ რომ ზოგადად ესე არის პრაქტიკაში, რომ თავიდან ნეირონული ქსელი სწავლობს უფრო აშკარად გამოხატულ ფიჩერებს, მაგალითად ფორმას, ასე შემდეგ რა. რაც თვალნათლივად ჩანს ჩვენგანაც კი რა. და მე უკვე სწავლობს ისეთ ფიჩერებს, რომლების ინტერპრეტაციაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული არის ხოლმე data set-ის ახასიათებლებზე თვითონ. ხო? ანუ ეს ბოლო შრეები ხშირ შემთხვევაში ისე არის ხოლმე, რომ დამოკიდებული არის ხოლმე და სწავლობს უშუალოდ ამ data set-ის ფიჩერებს რა. და მაგიტო შემიძლია ეგეთი რამე ვქნა, ანუ გააჩნია რამხელა ჩემი data set-ი, ანუ ეს data set-ი გააჩნია რამხელა არის ხოლმე. ანუ შემიძლია ეგეთი რამე ვქნა, რომ გარდა იმისა, რომ გავწვნა ეს შრეები, ეს layer-ები, ხო? მე შემიძლია გავწვნა ანუ ხსნა გავაგრძელო აი ამისიც რა, რამდენიმე ბოლო layer-ისა ამ ჩემი alpha ნეირონული ქსელის, ხო? გავაცი შენ კითხავს პასუხი? თუ სხვა რამე გიპასუხო? დიახ. ხო, კაი. სხვა კითხვები გვაქვს? ხო. კი ბატონო. ანუ უბრალოდ დავაზუსტებ, რომ ანუ საბოლოო ჯამში ეს transfer learning-ი არის იმისთვის, რომ სხვისი გაწვრთნილი მოდელი, რომელიც უბრალოდ ზოგადი რაღაცები აქვს შესწავლილი, ეგ გამოვიყენოთ და ჩვენი კლასები მოვარგოთ მაგ მოდელს, ხო? კი, ეგრეა, ანუ იმათ ცოდნას ვიღებთ, ჩვენ იმათ შრომას ავიღებთ და უბრალოდ მოდიფიკაციას გავუკეთებთ, ან ჩვენი ამოცანის მიხედვით გამოვიყენებთ, რა. ამის მთელი აზრი ეგაა, რომ სხვისი გაწვრთნილი ნეირონული ქსელი მაგალითისთვის ავიღოთ და რაღაცები შევცვალოთ, გამოვიყენოთ, ან დავამატოთ, ან შეგვიძლია მათი გაწვრთნილიც კი შევცვალოთ, ხო, აი ამას თუ შევცვალოთ. ხო? კაი, სხვა კითხვები? ოკეი. და თუ სხვა კითხვები არ გვაქვს, გავაგრძელოთ transfer learning-ზე ლაპარაკი, ხო? ხო, და აქ იდეაში ტექსტად ისწერია, რაც მე უკვე ვილაპარაკე, ასე თუ ისე, რას ვაკეთებთ transfer learning-ის დროს, ვიღებთ ეს მოდელს, ხო? და იდეაში ფიჩერებს ავიღებთ იმ სხვისი მოდელებიდან, ამოვიღებთ და მე უკვე წუხნა ჩვენთან ვაკეთებთ, რა. და ახლა რასაც ვლაპარაკობდი, აი ეს ნაწილი არის, როდის უნდა გავყინოთ მთლიანი ქსელი, როდის არ უნდა გავყინოთ მთლიანი ქსელი, რა შემთხვევაში უნდა მოვიქცეთ ისე, რომ სწვაზე გავწვდნათ ეს ნაწილიც, ხო? და რა შემთხვევაში უნდა გავწვდნათ მარტო ჩვენი ნეირონული ქსელი. ეს ყველაფერი უკვე დამოკიდებული არის უშუალოდ რამხელა data set-ი გვაქვს ჩვენ ამაზე და თუ პატარა data set-ი გვაქვს ანუ ძალიან ბევრ
შრეს ვერ გავწვნით, შესაბამისად ხო, იმიტომ რომ overfitting-ი მოგივა, მაგიტო ჯობია რომ უფრო დიდი ნაწილი ანუ მთლიანი ხშირ შემთხვევაში ჯობია რომ გამოვიყენოთ ხოლმე ამ alpha NN-ის, ხო? და უბრალოდ რამდენიმე ლეიერი დავამატოთ ჩვენგან, ხო? თუ შედარებით უფრო მოზრდილი data set-ი გვაქვს, მაშინ შეგვიძლია კი ბატონო რომ აი ამათ fine tuning-ზეც ვიფიქროთ, ხო? აი ამ სხვა ბოლო ლეიერების fine tuning-ზეც ვიფიქროთ, ხო? Fine tuning-ი ხო ვიცით რა თუ არ ვიცით, მოდი ეს გავიაროთ რა. აქ დომილი მგონი უარის ნიშანი არის. ხო, fine tuning-ი არის ეგეთი რამე. გვაქვს რას ნეირონული ქსელი, ან ბევრი fine tuning-ი არსებობს, მაგრამ მოდი ანუ ინტუიცია რომ მოვყვეთ. უცბად. ხო? ეს არის X-ი, ესა Y layer, ხო? და სტვაზე ეს უკვე გაწვნილი არის, რა? Already ამას რაღაც თავისი weight-ი აქვს, ხო? 0-1-ში, weight-ი 1-0-0-ში, ბოდიში, weight-ი ეს არის 0-1-ში, ხო? 1-0-ში, ბოდიში. Weight-ი 2-0-ში და ამ შემდეგ, ხო? ანუ რაღაცა weight-ები უკვე ეს weight-ები უკვე გაწვნილი არის რაღაცა data set-ზე სიტყვაზე და fine tuning-ის დროს შეგვიძლია ეგეთ რამე გავაკეთოთ, რომ უკვე ეს არსებული გაწვნილი მოდელი ავიღოთ და ჩემ data set-ზეც გადავწვნათ. ხო? აი მაგალითად თუ ანუ მე ისევ კატებს და ძაღლებს დავუბრუნეთ რა. თუ ეს მოდელი გაწვნილი იყო კატებს და ძაღლებზე, ხო? და იდეაში კატებს და ძაღლებს აპრედიქტებდა რა. მაგრამ ჩემ data set-ში არის მხოლოდ შავი კატები და ძაღლები. მე შემიძლია ჩემი data set-ი ავიღო და ეს მოდელი ფლიანი ავიღო და გადავწვნა, ასე ვთქვათ რა. უბრალოდ ჩემ data set-ზე ისევ trainings გავუშვებ და ეს ნეირონული ქსელი შავ კატებს და ძაღლებს გაცილებით უკეთ ისწავლის ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ჩემს data set-ზე ასე ვთქვათ დავა fine tuning-ებ უკვე არსებულ მოდელს. ხო? ამისი იდეა ეგა. ხო. კი ბატონო. აი ეს მგონი გავიარეთ. Transfer learning-ზე ან fine tuning-ზე რამე კითხვები ხო არ გვაქვს? კი არა, თუ გვაქვს აუცილებლად დამშვით. Okay. კარგი. მაშინ ახლა ეგეთ რამე ვქნათ. გადავიდეთ მეორე ნაწილზე, რომელიც არის, ანუ მეორე ნაწილზე, რომელიც არის ResNet-ის ახსნა. ResNet-ი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურა CNN-ებში, EfficientNet-ი, ResNet-ი და კიდე რამდენიმე ესეთი არქიტექტურა არის, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება ხოლმე და რომლებმაც ასე ვთქვათ, ძალიან კაი შედეგები აჩვენეს benchmark-ებზე. ხო? და ნუ მოკლედ მოდი ავხსნათ რა არის ResNet-ი, რატო გამოიყენება ის, რატო არის საინტერესო ზოგადად თეორიული თვალსაზრისით და მე ანუ transfer learning-ში შევეცადოთ, რომ ეს ResNet-ი გამოვიყენოთ, რა. ხო? პირველ რიგში ResNet-მა თავისი გამოჩენით ეგეთი მითი დაამსხვრია, რომელიც მიხედვითაც ინტუიცია გეუბნება, რომ რაც უფრო ღრმა არის ნეირონული ქსელი, მით უფრო უკეთეს შედეგებს აჩვენებს. ხო, ანუ ეს ხო რაც ინტუიციურად ეგრე არის, იმიტომ რომ უფრო მეტი ლეიერი გვაქვს, უფრო მეტი connection-ი გვაქვს. Deep learning-ის მთელი იდეაც ეგაა, ხო, რომ რაც უფრო მეტი ფიჩერი გვაქვს სასწავლად, მით უკეთეს შედეგებს ვიღებთ, ხო? მაგრამ ResNet-მა გამოუშვეს თავიანთი paper-ი და თქვენს რომ ეგრე არ არის. შეიძლება მე გაცილებით
ცოტა ლეიერითაც უკეთეს შედეგებს მივაღწიო, ხო? აი აქ გვაჩვენეს თავიანთი შედეგები და ყოველთვის თავიანთი არქიტექტურა, 20 ლეიერიანი არქიტექტურა, 56 ლეიერიანი არქიტექტურასაც კი ჯობია ხშირ შემთხვევაში, ხო? და ეს როგორ გააკეთეს? ანუ აქ გამოჩნდა, რომ იდეაში ოპტიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველაფერს, ხო? და მხოლოდ და მხოლოდ ლეიერების რაოდენობაზე არ არის ეს დაფუძნებული. და ახლა მოდი ინტუიცია რო მოვყვეთ, ამისი განაგად გააკეთეს. ხო. ეს უბრალოდ იმიტომ არაა გამოწვეული, რომ 20 layers-ზე ჩვენ learning rate გვაქვს, პირობითად ვიძახი უბრალოდ 0.1. 51 layer-ზე 0.1 რომ გვექნება learning rate, ის 0.1 მაინც ბევრად მეტ რამეს აწვდის, ვიდრე 20 layer-ზე 0.1. უბრალოდ რომ შევამციროთ learning rate, ან batch norm რომ დავამატოთ ბევრი, ეგ არ გამოასწორებს ამას? ხო, აი ძალიან კაი მიგნება ზოგადად რა. და მართალი ხარ. ანუ ოპტიმიზაციებში არ გულისხმობ მხოლოდ არქიტექტურის ოპტიმიზაციას, ამ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ოპტიმიზაცია არის ხოლმე, კი ბატონო, ნორმალიზაციებში, learning rate-ებში და ამავდროულად, ხო? ანუ მაგრამ ეხლა ამათ ეს 56 ლეიერიანი რაც არის, აიღეს gold სტანდარტი, ძალიან ოპტიმიზირებული ნეირონული ქსელი, ასე რომ ვთქვათ რა, რომელიც top იყო ამ dataset-ზე ImageNet-ი მაქვს მხედველობაში. და ანუ იმათ learning rate-ები შესაბამის ქონათ აღებული და შემდეგ. და ნუ ძალიან კაი დაპირება ეგ რა, ეხლა შეგაც გააკეთე. ხო. მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში, ნახე, ResNet-ის შემთხვევაში ამათმა არქიტექტურული ცვლილება გააკეთეს რა. და რა შემდგომარეობს ეს არქიტექტურული ცვლილება, ანუ რატო განაგად გააკეთეს ისე, რომ სუპერ ოპტიმალურ 56 ლეიერიან მოდელს მოუგეს თავიანთი 20 ლეიერიანი მოდელი, ასე რომ ვთქვა, ხო? და მთელი იდეა იყო residual ბლოკებში. ხო, ResNet-ის სახელი აქედან მოდის რა. და რას აკეთებს ეს residual ბლოკი? აი ნახეთ. ანუ ასეთი არქიტექტურა გამოიყენეს უბრალოდ მათ რა. რაც იმას ნიშნავს, რომ ღრმა ლეიერებში იდეა შემდეგია, რომ რაც უფრო ღრმა არის ნეირონული ქსელი, მით უფრო ავიწყდება მას საწყისები რა, ასე რომ ვთქვათ, ანუ საიდან დაიწყო თავისი წვნა, ეგ ნელ-ნელა უფრო და უფრო ავიწყდება, ხო? რაც უფრო სიღრმეებში მივდივართ ნეირონული ქსელში, ხო? ანუ ავიწყდება ის ფიჩერები, რაც თავიდან გადმოეცა მას. ანუ ინფორმაციის დანაკარგი ღრმა ლეიერებში გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საწყის ლეიერებში. ეს ერთი. და მეორე გრადიენტთან ინტუიცია შეგვიძლია გრადიენტთან მივიტანოთ, რომ რაც უფრო და უფრო შორს მივდივართ, ანუ ის არ ვიცი მე თქვენ თუ გაიარეთ vanishing gradientis პრობლემა. კი გავიარეთ. ხო, ჩვენი ანუ რაც უფრო და უფრო ღრმა ნეირონული ქსელია, მით უფრო დიდია შანსი, რომ ეგ vanishing პრობლემა დაგვემართოს, ხო? ანუ მაგას კი უშველებთ ახლა batch ნორმალიზაციები და სხვადასხვა ნორმალიზაციები, კი ბატონო, მაგისი გზები არსებობს, თუმცა ესეც ეხმარება რაც residual ბლოკი აკეთებს რა. და რას აკეთებს ეს ძალიან მარტივი ოპერაცია არის. inputs აქ ვიმახსოვრებთ რამდენიმე ლეიერის მერე უბრალოდ ვამატებთ, ხო? და ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ არ დავივიწყოთ წარსულში რა ინფორმაცია გქონდა და გარდა მაგისა vanishing პრობლემას ნახეთ როგორ აგორებს რა. output ხომ აქვს მე x-ი და პლუს რაღაცა fx-ი, რომელიც არის მთელი კომბინაცია ლეიერებს გაუკეთებს ამ x რა. ხო, ანუ რაღაც გააკეთებს ხო რაღაც მათემატიკურ ოპერაციებს და აი აქ რაღაცა fx-ი დამბრუნდება, ხო? ანუ
გრელუს მოსდევს, ნორმალიზაციას გაუკეთებს და შემდეგ, ხო? რაც აქტივაციის ფუნქციები მექნება. და ანუ ეს x-ი რაღაცა ფუნქციაში ჩაჯდება, ხო? აი ეს. ხო? და აუთპუტზე მექნება x + fx, ხო? და მე რაც გავაწარმოებ ამას. ეს x-ი თავისთავად წარმოებული identity ფუნქცია მექნება, ხო? ანუ იგივე ერთიანს მივიღებ, ხო? და ანუ მხოლოდ x მატრიცა თუ არ არის, ისე identity მატრიცა ხო მექნება. და ეს რაც არ უნდა პატარა იყოს, მინიმუმ თავისთავად დამჭირდება. ხო? და ამას მინიმუმ მაგით უშვები. ხო? და ნუ ის ინტუიციაც ახსენით, რომ წინა ინფორმაციებს არ ვივიწყებთ ამით და ეგ შველეს ზუსტად ამ information loss რა ასე ვთქვათ. ანუ ამ გამოსასვლელში residual blocks ინფორმაცია აქვს როგორც ტრანსფორმაციების შესახებ და ფიჩერების ინფორმაცია fx-ი. ასევე შემავალი ინფორმაციას არ ვივიწყებს და ორივე აქვს ასე ვთქვათ, რა. კაი, ამასთან დაკავშირებით კითხვები? ხო. ეს დაახლოებით ანუ gradient boosting-ის ხისნაირია რა, ანუ xg boost-ის ხისნაირი. იქაც იგივე დაახლოებით იგივე რაღაც არ არის, რომ ანუ ეხა იქ ცოტა განსხვავებულია random tree-დან რომ გადმოვდივართ, ანუ ხო ანუ იქ ცოტა განსხვავებული, მაგრამ მაინც ერთ-ერთ ანუ საბოლოო მიზანი ის არის, რომ ანუ პატარა ლოგიკებით, ანუ xg boost-ზე პატარა ხეებს აუწუთვნით და პატარა ხეებით ჩვენ შედეგს ნელეა ვაუმჯობესებთ, ვიდრე ანუ ერთიანად ვაუმჯობესებთ. ხო, რაც ინტუიციურად გავს, კი, მართალი ხარ ახლა დავფიქრდი. და რაკაც იდეა იგაა, რომ ანუ ესე პირდაპირ კი ვაუმჯობესებთ ერთიანად, არამედ აქედან ინფორმაციას ვიღებთ, აქაც ვაწვდით და ორივე გვაქვს რა ამ შემთხვევაში, ხო? ანუ კი ბატონო. რაც თვალსაზრისით გავს. და ხო ან ნელა მე ანუ ლეიერებსაც რომ ვამატებთ, ანუ მით უფრო სულთა და სულთა ხდება ანუ ინფორმაცია რაც ანუ x-ი, ანუ x + fx-ი. ვიდრე ანუ დაბურულისავით არა, მაგრამ ხო, კარგით. კი ბატონო. ხო, ანუ იდეა იგაა, რომ ანუ მე როცა სიტყვაზე აქ რაღაც ლეიერები მაქვს, ხო? as x-ი, აქ მე კიდე სხვა ლეიერი მაქვს, ხო, აქაც სხვა ლეიერი მაქვს. აქაც სხვა ლეიერი მაქვს. იდეა იგაა, რომ აქ მე როცა გავაკეთებ, ასე ვთქვათ, ამ ლეიერიდან ამ ლეიერში როცა მოვალ, მე ამ ლეიერის ინფორმაციაც რაღაც თვალსაზრისით მქონდეს, რა? და არ დავკარგო დროის ფლაშთან ერთად, ხო? ან forward propagation-ის დროს არ დავკარგო. ხო, ხელი ეწერა ვინმე თუ ვიღაც შემოვიდა. კარგი. კაი, სხვა კითხვები ამაზე, residual ბლოკებზე? ხო. ანუ ეს ხო, ანუ ამაზე რომ ვფიქრობ, ანუ ამაზე ბევრად უკეთესი არქიტექტურა ის არ იქნებოდა, რომ ანუ განა ეს შემოვავალი x-ი კი არ გავაუმჯობესოთ, არამედ ანუ ყოველჯერზე x-იდან პატარა-პატარა ინფორმაციები ავიღოთ, ანუ ბევრი პატარა-პატარა ანუ ლეიერი იმას აქვს და ანუ და ეს თითოეული ლეიერი რაღაც ცალკე ანუ latent space შეგვიძლია დავარქვათ, იქ ცვლიდეს რაღაცას, ანუ თვითონ პატარა-პატარა ინფორმაციებს წერდეს latent space-ში. ანუ რომ იმიტომ რომ x-ი მაინც ანუ საბოლოოდ სურათია და ანუ სურათი ანუ მაინც სურათია და სურათი საუკეთესო გზა არაა რომ მაგალითად მოდელმა ინფორმაცია შეინახოს ჩემი აზრით. აჰა, და შენ იძახი რომ ანუ იმის მაგერად რომ აქ x-ი დავამატოთ, ამ x-ის ინფორმაციას სადმე სხვაგან შევინახოთ და მე სად გამოვიყენოთ მითხარი? ანუ შეიძლება ანუ x-იდან ანუ ეს ორი ლეიერი ხო გვექნება, ანუ რაღაც fx-ი. ანუ ესეთი ორი ლეიერი კონდეს ბევრი, ანუ განა ეს ლეიერები ერთმანეთზე დაერთებული კი არ იყოს, არამედ x-იდან x-ზე დამოკიდებული, ანუ ცოტა ვიძახი, ანუ ელექტრონი და ანუ პარალელური შეერთება რომ გავაკეთოთ და არა მიმდევრობით შეერთება, მაგას გულისხმობ. აჰა, და მე ან ამას მეუბნები, ხო?
აქ არის X-ი, ხო? X-ი. და ამან ეს იქნას, ანუ აქ დავთვალოთ layer 1, ხო? layer 2, აქა. და ამავდროულად კი, და აი ეგეთი ბევრი რომ გავაკეთოთ, ოღონდ ეს ლეიერები პატარ-პატარები იყოს, ანუ არა საჭირო რაღაც ნეირონული ქსელები ქონდეს და ეს ლეიერები მე ცალკე ანუ მატრიცაში ან latent space-ში წერდეს, რომელიც მე ანუ სულ ნეირონულ ქსელთან, ანუ head-თან იქნება დაკავშირებული, რომელიც მე ანუ რეალურად ანუ detections, ანუ რაც შედეგსაც გვაძლევს ეგ ან მაგასთან გულისხმობ. ამას ძახი? კი, აი ეგეთ რაღაცას. და მე ეს გამოვიყენოთ უკვე შემდეგ back propagation-ის დროს და საუკეთესოები ავიღოთ მაგას ძახი? არა, ანუ ეს ყველაფერი გქონდეს, ანუ და ერთიანად, ანუ ეს თითოეული პატარ-პატარა რომ იქნება, ანუ აქ მემორიზაცია, ჩემი, ანუ ლოგიკა ის არის, ანუ ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, რომ ანუ თითოეული პატარ-პატარა დეტალს ჩახედავს, ანუ დახედავს, მაგალითად, ან პატარ-პატარა დეტალებს კონცენტრაციას გააკეთებს და ანუ იმ ინფორმაციას რაც ექნება ცალკე სხვაგან ანუ რამე latent space-ში შეინახავს, რომელიც ყველასთან იქნება დაკავშირებული. ანუ აი გავი. ხო, ეგეთი არქიტექტურები სხვათაშორის არსებობს, რა. და სხვადასხვანაირი ეგზოტიკური მიდგომები არსებობს მაგისთვის. პროსტა straightforward-ი არ არის. და ხშირ შემთხვევაში არ გამოიყენება ხოლმე მაგიტო რა. და იმან ResNet-მა ეხლა რასაც გიხსნი, ძალიან კაი შედეგები აჩვენა. თუმცა, ძალიან დასაფასებელია, რომ შენ ესეთი არქიტექტურა თავში მოგივიდა ზოგადად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგრე ფიქრი შეგიძლია და ძალიან კაია. ანუ, ნახე, ამის პატარა გაუმჯობესებაც ის იქნებოდა, რომ ანუ პირდაპირ ეს ორი ლეიერი კი არ ქონდეს, არამედ ყოველ ჯერზე image-ის downscaling-ი ქონდეს და ის downscale-თან იყოს, ანუ როგორც unit-ი არის ეგეთი იმის გავსი რაღაც, რომ ანუ ერთი ანუ layer საერთოდ ანუ მთლიანი ინფორმაციას რო ვაძლევთ რაღაც 280x 280 image-ს. ანუ მთლიან სურათზე დიდად კონცენტრაციას ვერ აკეთებს, უფრო პატარ-პატარა პიქსელებელ დეტალებს უკვირდება და downscaling-ს რომ გავაკეთებთ, იქ უკვე ანუ ყველა ინფორმაციას, ანუ ზოგად დიდ ინფორმაციასაც ყურადღებას მივაქცევთ და პატარასაც. ანუ ეგეთი გაუმჯობესება შეიძლება, ანუ ორი layer-ის მაგივრად, ანუ ბევრი და ხო. კი, მივხვდი. კი, ეგრეთ შეიძლება, კი, შეიძლება. და ნუ ზოგადად ეს ResNet-ი არ არის ფიქსირებული არქიტექტურა, ანუ მარტო ესე კი არ არის, ანუ არსებობს ბევრნაირი ResNet-ი და მაგას ცოტა ხანში რომ გავივლით, მაგასაც განახილეთ, რა. კარგი. ანუ ეს არის უბრალოდ იდეა თუ როგორ ხდება ინფორმაციის აღდავიწყება ლეიერებს შორის. ასე რომ ვთქვათ. ხო? კაი. სხვა კითხვები? ოკეი. კარგი. მაშინ გავაგზავნოთ რა. და მე ამ ResNet-ის ავტორებმა რაც ქნეს, არის ის, რომ ძალიან ღრმა ResNet ქსელი შექმნეს, აი ამას რაც უყურებთ, ეს ქვედა არის ResNet რა. აი ეს ქვედა. ლეიერებს შორის ინფორმაციას ინახავდნენ და ამით თქვეს, რომ ჩვენ 20 ლეიერიანი ნეირონული ქსელით ძალიან კაი შედეგები დავდით. და ამის იმპლემენტაცია იდეაში. თვითონ ResNet ბლოკის residual ბლოკის იმპლემენტაცია ბოდიში. აი ამის. ძალიან მარტივია იდეაში, ხო? ანუ ბლოკის კლასტერ, სადაც უბრალოდ x თავში ინახავდა, შემდეგ უკვე fx ამატებდა სიუ. მაგის კოლი ეგეთი იქნება, ხო? აი და მაგას რაც ვიძახდი, არის სხვადასხვანაირი ResNet-ის ბლოკები, თვითონ აი შეიძლება 2 ლეიერის მერე იყოს დამატება, შეიძლება 3 ლეიერის მერე იყოს downsampling-ი, upsampling-ი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ არსებობს reverse residual ბლოკიც რა. ინფორმაციის კომპრესიას აკეთებ და მერე
ხო, წესით არა. ეხლა მე თუ სწორად მივხვდი შეკითხვას წესით არა. კარგი. ხო, ამ ResNet-ის იდეა გავიგეთ, ხო? ხო. და ნუ მე ამ ResNet-ის ავტორებმა ბევრნაირი ResNet-ი გაწმეს ამ სიღრმის მიხედვით, ანუ ზოგი უფრო ღრმა, ზოგი ნაკლებად ღრმა არის და აშენ. ხო და ანუ ეს ბლოკები ზოგადად თუ აგინათ თქვენ ინფორმაცია დაგეკარგოთ, შეგიძლიათ თქვენ თუნდაც გამოიყენოთ ხოლმე თუ თქვენ არქიტექტურას აკეთებთ რა, ანუ ძალიან დაეხმარება წვრთნაში თქვენს მოდელებს თუ თქვენ თვითონ custom მოდელს აკეთებთ რა. კარგი. და ეხლა მოდი უბრალოდ განვიხილოთ ერთ-ერთი მაგალითი, ძალიან აქტივი მაგალითი, არაოპტიმიზირებული, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ResNet-ი კოდში transfer learning-ისთვის, ხო? და როგორ შეიძლება სწორზე Kegel-ის datasets მოვარგოთ ეს ResNet-ი რა, ასე რა თქვა, ხო? გადმოვიწეროთ Kegel-დან უბრალოდ ჩვეულებრივი ძალიან ფართოდ გავრცელებული ძაღლების და კატების dataseti და შევინახოთ ჩვენს ფაილურ სისტემაში, ხო? ან სადაც თქვენ კოდს აკეთებთ იქ. ანუ ეს dataseti ასე თუ ის კაი dataseti არის, იმიტომ რომ დაბალანსებული dataseti-ია და ამას ყოველთვის ყურადღება მიაქციოთ ხოლმე. თქვენ თუ წვრთნით neural cells, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დაბალანსებული dataseti გქონდეთ და ხშირ შემთხვევაში ესე არ არის ხოლმე რა. ხშირ შემთხვევაში თქვენ გექნებათ დაუბალანსებელი dataseti გექნებათ ხოლმე და მაგისთვის სხვადასხვანაირი ტექნიკები არსებობს. თუ როგორ შეგიძლიათ ეს დაუბალანსებელი dataseti-ის პრობლემა მოუგებთ. არ ვიცი, ეს გავლილი გაქვთ ზოგადად ეს ნაწილი. დაუბალანსებელი dataseti-ის დროს რა შეიძლება გაკეთდეს. ხო, მაგარი. ხო, ნუ ამ შემთხვევაში დაბალანსებული dataseti გვაქვს. ხო? კარგი. და ნუ თითო ცუდი სურათი არის, როგორც ძაღლებში, ასევე კატებში. ეს ამნიშნულოვანია, რომ შეამოწმოთ ხოლმე თქვენს ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნისას, ანახან ზოგიერთი სურათი უბრალოდ არ იხსნება, ან არასწორი ფორმატითაა ჩაწერილი და როცა ტრეინინგს აკეთებთ, ეს სურათი შეიძლება იყოს სადღაცას, სიტყვაზე თუ გაქვთ 100,000 დოკუმენტი, შეიძლება იყოს 90,722 და მთლიანი ეპოქა წავიდეს იმაში, რომ ერთი სურათი იყოს გაფუჭებული და ამიტომ validate-ს როცა გააკეთებთ, ვალიდატორიც გქონდეთ ხოლმე ამ dataset-ში, რომ ეგეთი სურათები უბრალოდ ან თავიდანვე წაშალოთ, ან გასკიფოთ ხოლმე, ხო? და ნუ ახლა თითო-თითოა ეგ ამინც არცვლის 25,000 სურათში და ნუ დავდობთ. ოკეი. და ნუ random კატები ესეთია, კატების სურათები ამ dataset-დან ესეთია, ყავს ესეთი კატებიც და ყავს ესეთი ძაღლები. სხვადასხვა ჯიშის, ფორმის, ზომის, ფერის კატები ყავს და ასევე სხვადასხვანაირი ძაღლები ყავს, ხო? და ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სურათების რეზოლუცია და ზომა სხვადასხვა, ხო? აქ ესეთი არის, აქ ესეთი არის, ამიტომ წინა ლექციაზე რაც გავიარეთ, ტრანსფორმაციების ამბავი, ეგ ძალიან საჭირო იქნება, ხო? რომ გავაკეთოთ აქაც. ეს რაღაც simple სტატისტიკა და აი ამას რაც ვიძახდი, ანუ ზომები სხვადასხვა არის რა. სიგრძეში და სიგანეში ასეთი განაწილებები დაახლოებით. უფრო მეტი სურათები აქ არის, ზემოთ edge-ზე. 512 დაახლოებით ალბათ. და განაწილებები ესეთი ან ამიტომ ტრანსფორმაციები დაგჭირდება, ხო? და ეს რაც გითხარით,
ჰოლდერების გასაფილტრად ეს კლასი გავაკეთოთ, ხო, dataset-ი არის მისი მშობელი კლასი. ხო? აქ გვაქვს ადვილი ტრანსფორმაციები, ხო? არაფერი ისეთი. ეს იდეაში წინა ლექციაზე დავფარეთ, ხო? და გვაქვს training set-ის ტრანსფორმაციები და ვალიდაციის set-ის ტრანსფორმაციები, ხო? და მე რას ვაკეთებთ, ანუ ვაკეთებთ data loader-ებს, რომ გამოიყენოს ჩვენმა მოდელმა training-ისთვის, ხო? და გაყოფა ეგეთი გვაქვს, რომ 20000 სურათს training-ისთვის ვიყენებთ და 5000 სურათს ვალიდაციისთვის. ესენი ხო გავლილი გვაქვს training set-ი, ვალიდაციის set-ი და შემდეგ რისთვის არის მნიშვნელოვანი. ხო? ხო. ძალიან. კაი. ანუ ეხლა ეს არის ნორმირებული random სურათები ჩვენი dataset-დან არის მაგალითად crop-ი გვაქვს, ხო? აშკარად გაწელილი ეხლა ეს ზაღლი, ხო? მაგრამ იდეა ისაა, რომ ყველა სურათიდან შეგვიძლია ჩვენი ინფორმაცია ამოვიღოთ. და ხვდებით რეალურად რა ასაკის ობიექტი გვაქვს. ნუ აქედან კი კარგად ვერ ხვდები მე. ეს ზაღლია თუ გადაყოფილი. მაგრამ ხო, მაინც. და ეხლა ეგეთი იდეა, ეგეთი რამე გავაკეთოთ, რომ ორი stage-იანი transfer learning-ი გავაკეთოთ რა. პირველ stage-ზე უბრალოდ ბოლო layer-ი მოხსნათ, ამ alpha net, ამ შემთხვევაში ResNet-ი გამოვიყენოთ alpha neuronal ქსელად. ვიცი სად არის? ანუ აი ეს გავაკეთოთ, რომ მხოლოდ ბოლო layer-ი მოხსნათ და ჩვენი მივამაგროთ. ხო? და მე უკვე stage 2 იყოს, რომ ბოლო residual ბლოკიც ჩვენთან გავწვდით რა. ხო? ანუ ეგეთი პრაქტიკაში რა ვნახოთ, განაგად მუშაობს რა. და აქა საინტერესო ნაწილი. აი მაგის ნაწილი transfer learning-ის ეგ ნაწილი არის აქ, აი. რომ ვიღებ მოდელს, ResNet 18-ს, ხო? აი აქ. და წონებს ვიღებ უკვე გაწვდილ წონებს რა. აი ამ ResNet 18-ის default გაწვდილ წონებს ვიღებ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს მოდელი უკვე გაწვდილი არის და იცის ფორმები, ზომები, ამავდროულად იცის კატა და ძაღლი როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან. უბრალოდ სადემონსტრაციოდ აი კარი მაგალითი. ხო? ანუ იდეაში ეხლა ესეთი რამე გვაქვს, ხო? რომ რაღაც layer-ი, აქ x-ი, ხო? აქაც layer-ი, ხო, რაღაც layer-ების მასივი გვაქვს. და ეს predictions აკეთებს კლასს, ხო? აი ამ predictions აკეთებს ეს რა. ანუ აქედან დაახლოებით იწყება ესეთი რამე plus x-ი, ხო? მე აქედანაც რაღაც plus x და შემდეგ რა. დაახლოებით ესეთი ნეირონული ქსელი გვაქვს. და ეხლა პირველ ფაზაში ეგეთი რამე გავაკეთოთ, რომ ეს მოხსნათ, ხო? და მივამაგროთ ჩვენი ერთცალი layer-ი, linear layer-ი. და ამან ამდენი ბევრი კლასი მაგივას ორი ცალი კლასი მithres რა. Cats or dogs. აი აქედან აქამდე ავიღოთ ეს რომ fixed იყოს და training-ი გავუკეთოთ მხოლოდ აი ამ ნაწილს. ხო? ანუ აქამდე ჩვენ feature-ებს ავიღებთ და გავაგზავნით ჩვენს linear layer-ში და აი ამის trainings გავაკეთებთ რა. იდეა გავიგეთ აქ?
თუ არ გავიგეთ, მითხარით და შევეცდებით თავიდან გავხსნათ. თუ გავიგეთ, გამესწავლეთ. ოკეი. ხო. ხელი ეწემონი ვიღაც. რა. კაი, ერთ ცალის ფონა მოვიტო გაქიო. ლაიქ. ორი ცალი. ეს თუ არ გავიგეთ, მითხარით, იმიტომ რომ მე დანარჩენი ამაზე არის დამოკიდებული. ხო, საბა. არა ვერ გავიგე როგორ მოერგებოდა რომ იმას რომ ჩავსო ჩვეულებრივ ჩაჯდებოდა როგორც ანუ თითქოს ახალმოწმეს. ხო, კაი კითხვა. ნახე, ეს როგორ შეიძლება გავაკეთოთ რა? მე ამას ავდგები, ბოლო ლეიერს გადავაგდებ საერთოდ. ახალ ლეიერს ჩავსვავ და ამის ბოლო hidden layer-იდან ამ ახალ layer-თან კავშირები ხომ ექნება რაღაც weight-ების. ხო? და შევეცდები რომ მარტო აი ეს weight-ები გავხსნა, რომლებიც ახლებია. ანუ ამ ახალ weight-ებს მე თან გავაკეთე. გასაგები. ხო? კაი, სხვა კითხვები? მე გავიგე. კაი. თუ სხვა კითხვები არ არის, მაშინ აი ნახეთ როგორ ხდება ეგ რა. ან მოდელს აქ განსაზღვრავ ResNet 18-დან და წონებს ჩავტვირთავ რაც მქონდა და ბოლო layer-ი მე მქონდა მოდელის fully connected layer-ი რა. აი აქ შევეცადე ეგ აღმეწერა განაგათ იყო. ან ნახეთ, აქ ბეჭდავ მოდელის არქიტექტურას მთლიანად. ჯერ მაქვს კონვოლუცია, ბეჭნორმი, რელუ, მაქსპული, მერე მაქვს 4 ცალი residual ბლოკი, ამათ ესენი residual ბლოკებია. მერე მაქვს average pooling-ი და მერე მაქვს fully connected layer-ი, ანუ რაც ჩვეულებრივ linear layer-ია რა. და რომელიც პასუხისმგებელია კლასების prediction-ზე, ასე რომ ვთქვათ რა. და მაგას ესეთ რამეს ვაკეთებ, რომ იმ ძველს გადავაგდებ, მედათ აი აქ და ახალს განსაზღვრავ რა, მე თუ პირდაპირ. და ვიზახი რომ ეგ არის linear layer-ი, სადაც input-ები არის წინა რაც მქონდა იმისი input-ების size-ის ტოლი და გამომავალი არის 2. ანუ ამ შემთხვევაში num class-ის იქნება 2, ხო, იმიტომ რომ 2 ცალი მაქვს. ხო? და აი აქ ვაკეთებ მაგის ცვლილებას, რომ ბოლოს ვაშორებ და ახალს ვამატებ რა. ეს ხა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ნოუთბუქში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს გავიგეთ აქ რა ხდება? ერთხელ შეგიძლიათ გაიმეოროთ. კი, როგორ. ანუ ნახე, model FC, ანუ model fully connected, ქონდა, ანუ რა დამებეჭდა აქამდეც იქნებოდა ესეთი რა, აი ასეთი. რაც პასუხისმგებელი აქამდე იყო, fully connected layers, ანუ fully connected layers ფუნქციონალმა გაეკეთებინა, ოღონდ ResNet-ის არქიტექტურაში რაც იყო რა. ანუ ეს უნდა გაეკეთებინა, რომ ბევრი კლასი დაეპრედიქტებინა. ხო? იმიტომ რომ ResNet-ი ბევრი კლასია გაწმილი რა, ასე რომ ვთქვათ. ხო? და მე ეგეთი რამე ვქენი, რომ ეგ გადავაგდე, ანუ ახალი მნიშვნელობა მივანიჭი ამ fully connected layers და ეგ fully connected layer-ი გავხადე linear, ანუ ისე იგივენაირი, ოღონდ კლასების რაოდენობა შევუცვალე. ანუ input-ების რაოდენობა იგივე დავტოვე, ანუ model fully connected და input feature-ების რაც იყო, იგივე დავტოვე. უბრალოდ კლასების რაოდენობა შეუმცირე რა, ასე რომ ვთქვათ, ანუ სხვა layer-ი მივამაგრე fully connected რა. გასაგები. ხო? ოკეი, მოიცა. ეს რომ წავშალე ხა თუ როგორ. ხო, წამიშლე.
Right. კიდე ერთხელ გავინებოთ რა. ჩათვალეთ აქ ქონა ResNet-ი. ResNet, ანუ იგივეს დავხატავ აქაც რა. ResNet-ი იყო ასეთი. და ეს layer-ი იყო FC, ესე დავარქოთ რა. ამას ქონდა რაღაც კავშირები წინასთან, ხო? მე ეგეთი რამე ვქენი. ეს დავტოვე, ამისთვის არაფერი არ მიქნია საერთოდ, არ შეხები ვარ. და ვთქვი, რომ FC უდრის linear რაღაცას რა, რა მნიშვნელობა აქვს რაღაც. და ეგრე განმოვწერო. FC, ახალი FC, ჩემი ახალი FC, ანუ fully connected layer-ი იქნება ასე რომ ვთქვათ, წინა ფიჩერების რაოდენობა რაც იყო input-ად იგივე, ოღონდ გამომავალზე მექნება ორი ცალი კლასი. ანუ აი აქ მაგას ვაკეთებ, რომ ვიძახი, რომ წინა ფიჩერების რაოდენობა იგივე მაქვს და გამომავალზე მაქვს უბრალოდ ორი ცალი კლასი და ეს ნამ კლასის არის dataset-ის კლასების სიგრძის ტოლი. ხო? კარგი. Right. და აქ პროსტა ხატავთ რანაირი მოდელია და სწორედ layer 4 ბლოკი რა არის რა. ანუ ეს არის dual ბლოკი არის, მე შეგიძლიათ გავარჩიოთ ეს თვითონ არქიტექტურა კოდში რანაირად წერია რა. ხო? და ეს helper ფუნქციებია მაქვს აქ, რომ ასე რომ ვთქვათ, ეპოქა დაგანოს და თან დამიპლოტოს რაღაცები რა. ხო. ახლა აქ რას ვაკეთებ? ტრეინინგის დროს რა. აქ როგორც ხედავთ, ყველა მოდელის პარამეტრს ვეუბნები, რომ იდეაში gradient descent არ გააკეთოს, ანუ არაფერი არ ისწავლოს, false შეტავ მან ყველა ნებისმიერი პარამეტრისთვის მოდელში რაც არის თავიდან და მე ეგეთ რამეს ვაკეთებ, რომ ეს FC layer-ი რაც წინან განსაზღვრე მე თვითონ, ანუ ახალი layer-ი რაც დავამატე, აი ეს ხო? მაგას ვეუბნები, რომ შენ ისწავლე რა. შენ ოპტიმაიზერმა და შეგცვალოს რა, აი აქ მაგას ვეუბნები. ხო? მე ოპტიმაიზერს სტანდარტულად განსაზღვრავ და მიდი შეულებრივი ტრეინინგ პროცესი. ტრეინინგ დეიტაზე ოპტიმაიზერი მაქვს, ვალიდაციაზე ოპტიმაიზერი არ მაქვს, ხო? და მე უბრალოდ ვინახავ ამ სკოლებს რა. ანუ დიდი ხანგრძლივი პროცესი არ მქონია, ანუ ამისი ოპტიმიზაცია რა თქმა უნდა შეიძლება. მაგრამ ვალიდაციაზეც კი საკმაოდ მაღალი, ანუ მხოლოდ სამ ეპოქაზეც კი არა ოპტიმიზირებულ კოდშიც კი 98%-იანი დაახლოებით accuracy გვაჩვენა, ხო? ეს ყველაფერი იმიტომ რომ უკვე ნასწავლი ქონდა კატა, ძაღლი, ფორმები და ზომები და ასე შემდეგ და მე უბრალოდ ჩემს data-ზე მოვარგე ეს ყველაფერი რა. ანუ ამის გაცილებით მაღალ სკორზე აყვანას შეიძლება ამით და უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა რომ transfer learning-ი ძალიან powerful-ა, ხშირ შემთხვევაში როცა ცოტა data გვაქვს და ასე შემდეგ, ხო? ხო. და მინდოდა ტექნიკები მეჩვენებინა კიდე რანაირად ხდება სიტყვაზე გაყინვა პარამეტრების და მხოლოდ ზოგიერთი პარამეტრების სწავლა და ასე შემდეგ, ხო, ეგეთი რაღაცები. და ახლა აქ მაგის შემდეგ მოდი იმ უკვე ბოლო layer-მაც რო ინფორმაციები ეცეს, ასე თუ ისე ეგეთი რამე ვქნათ, რომ ბოლო layer-ის ვისწავლოთ fully connected-ი. და მაგას გარდა ვისწავლოთ ბოლო residual block-ის რა. ანუ მაგის აკეთება შეგვიძლია. ანუ ისე იგივეს ვაკეთებ, რომ მთლიან მოდელს ვყინავ, ხო? და მე unfreeze ვუკეთებ მხოლოდ ბოლო residual blocks და ასევე fully connected blocks, ხო? აი აქ. ანუ ეს layer 4 example ვნახეთ, აი აქ. რო არის ბოლო residual block-ი ამ ResNet-ში, ხო, აი აქ. და მე მაგას ვაკეთებ ზუსტად, რომ layer 4 ეს პარამეტრებს
ვეუბნები, რომ შენ შეგიძლია შეიცვალო რა. Optimizer-ში ეგეთ რამეს ვაკეთებ, რომ layer 4 პარამეტრებს უფრო გაცილებით ნაკლები learning rate-ით ვწავლობ, იმიტომ რომ ეგენი უკვე ნასწავლია ასე თუ ისე და პატარა change-ები მჭირდება იდეაში, დიდი change-ები არა საჭირო, ანუ ინტუიცია ეგაა რა. და fully connected-ში, იმიტომ რომ ახალ დამატებული არის, უფრო დიდი ნახტომები მინდა gradient descent-ის დროს, რომ უფრო მალე მივიდე optimalურ solution-ამდე, ხო? და იქ ამ ფაზა 2-ში ხედავთ, რომ უკეთ ან სწავლობს რაღაცას, ну ძალიან საფრთხეა, მაგრამ სწავლობს რა, ასე ვთქვა და accuracy ორივე შემთხვევაში იზრდება. რომ აქ დავხატოთ. იდეა ეგაა, რომ საუკეთესო აქედან ავიდეთ რა. stage 1-დან, ანუ აქედან მინიმუმ დაიწყოს სწავლა stage 2-მა, ხო? და ისინიც უკვე შევცვალეთ და გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღეთ layer 4-ის ცვლილებით, layer მხოლოდ fully connected-ის ცვლილებასთან შედარებით, ხო? კაი, ამასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები? გავიგეთ ყველაფერი? თუ გავიგეთ? კაი, ზოგადად, მაგრამ ისიც გამისვამეთ. ოკეი, ძალიან კაი. შენი. კაი. ოკეი. კაი, და ეხლა просто მოდი ნახოთ. ან რო ვიძახდი, რომ თავიდან უფრო obvious რაღაცებს წალოს მეთქი რა, ნეირონული ქსელი მეთქი, ხო გახსოვთ? ვიძახდი მგონი, ანუ ამ აი აქ მეთქი პირველი შრეები უფრო ისეთ რაღაცებს წალობს რა ჩვენთვისაც გასაგებია და შემდეგ შრეები ნაკლებს მეთქი რა. აი ეგეთი ეგ ნახოთ, მოდი ახლა ამ კატების და ძაღლების მაგალითზე. აი ესა პირველი კონვოლუციის მიერ რეები აქ ნასწავლი ჩენელებში, ხო? და აქ ნახავთ რას აქცევდა ყურადღებას რა, აი თვალების shapes, ხო? აქ ტექსტურას შეგვიძლია ესე ჩავთვალოთ და აშენე, ხო, თვალებს ძირითადად ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა და აი ამ რაღაცებს, ხო? აი აქ თითოეული ჩენელი რა. და შემდეგ უკვე layer 4 residual block-ი რა. იმიტომ რომ sampling-ები გვაქვს ბევრი გაკეთებული და შემდეგ და ბევრი ტრანსფორმაციები და ბევრი აქტივაციები. აი აქ მე პირადად ვიგებ რას აქცევს ყურადღებას დიდად. ეს უკვე ასე ვთქვათ, აი ამის ტუნინგი მაგიტო უფრო გამართლებული აქვს ვიდრე აი ამის ტუნინგი რა. ასე ვთქვათ. იმიტომ რომ როგორც ვთქვით, აქ ძირითადად ფორმებზე და ისეთ რაღაცებზე general ცოდნაზე არის ხოლმე პასუხისმგებელია ჩვენ ნეირონული ქსელი და უფრო ეგეთ რაღაცებს აქცევს ხოლმე ყურადღებას რა. და მაგიტო უფრო გამართლებულია რომ ბოლო შრეები შევცვალოთ, იმიტომ რომ უფრო data specific არის ხოლმე როგორც წესი აი ამისი feature-ები. აი, ამასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს? ოკეი. გვაქვს. მაშინ რამდენიმე რჩევას მოგცემს ლექციის ბოლოს. ანუ ის გავიარეთ უკვე stage 1 და stage 2 transfer learning-ის დროს, როგორ ხდება ხო? ზოგადად თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის ისე გააკეთოთ, რომ stage 1-ზე თქვენი ქსელი გავხსნათ, ხო? დამატებული რაც არის ამ ნეირონულ ქსელს, გავხსნათ ახალი, დაუახლოვოთ დაახლოებით არსებულ ნეირონულ ქსელს და stage 2-ზე შეგიძლიათ რომ ფრეიმს გავხსნათ და თან პლუს მაგას ბოლო შრეები უკვე არსებული ალფა ნეირონული ქსელის, ხო, რაც ჩვენ შემოვიტანეთ როგორც უკვე არსებული, ხო? და როგორც წესი, თქვენი learning rate-ი უფრო დიდი არის ხოლმე, ვიდრე გაწმენდის learning rate-ი. ხო, აი აქ რაც გავაკეთეთ, აი აქ რაც თქვენით, რომ learning rate-ი
ბოლო რეზიდუალი ბლოკის და უფრო პატარა არის, ვიდრე ჩვენი fully connected layer, ხო? ხო, კიდევ მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არა, რომ ძალიან შეეცადეთ ხოლმე, რომ ფიჩერების ვიზუალიზაცია გააკეთოთ ხოლმე თქვენი training data-ში, რომ ნახოთ ზუსტად რის შემდეგ რა საქმეს თქვენი Excel ყურადღებას, შემდეგ და შემდეგ ან ტრანსფორმაცია როგორ მუშაობს, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. კიდე ეგეთი ის არის, რომ pipeline-ის არჩევისას შეგიძლიათ თქვენი Excel ძალიან პატარა data-set-ზე გაწყოთ, რა. აი მაგალითად, 16 ან 32 სურათზე და თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ overfitting-ი დაახლოებით 100%-იანი მაჩვენებელი უნდა მიიღოთ ძალიან პატარა set-ზე, რა. თუ ეგრე არ არის, ასე იგი რაღაცა გერევათ pipeline-ში. და მაგის აღმოსაჩენად ძალიან კაია ხოლმე ძალიან პატარა set-ზე. ხო, აუგმენტაციის დროს რა არჩევები შემიძლია მოგცეთ, წინაზეც კი ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ აუგმენტაციაზე, მაგრამ ეხლა ვიტყვი, რომ შეეცადეთ, რომ რეალური ცხოვრებაში რა ეს არის ხოლმე განაწილება თქვენი data set-ის იმას დაუახლოვოთ, თუმცა არც იმდენად, რომ ძალიან ბევრი ხვაური შემოიტანოთ თქვენს data-ში, აი მაგალითად პატები ძაღლებს არ უნდა დაამსგავსოთ და პირიქით, ხო? ხო, იდეაში ეგაა, რავი, დიდად მეტი ისეთი აქვს აღარ მინდა და კითხვები თუ გაქვთ რამე ეგენი გავიაროთ, თუ არ გაქვთ კითხვები, შეგვიძლია რომდე ლექცია დავასრულოთ. ხო? კაი. კითხვები გონი არ არის? მაშინ შევწყვეთ ჩაწერას და შეგვიძლია დავიშვათ. ნახვამდის. კარგად. ნახვამდის მას. ნახვამდის. კარგად. ნახვამდის.